დღეს პარლამენტში მეორე მოსმენით განიხილავენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსში შესატან ცვლილებებს. პროექტის მიხედვით იზრდება ადმინისტრაციული პატიმრობა 60 დღემდე. ასევე მესაკუთრის წინასწარი თანხმობის გარეშე იკრძალება დახურულ სივრცეში, შენობებში აქციების ჩატარება, იზრდება სისხლის სამართლებრივი პატიმრობისვა და პოლიციელების მიმართ წინააღმდეგობის, მუქარისა და ძალადობისთვის. ჩვენ ამ კანონმდებლობებს, როდესაც ვიღებდით, ჩამოდიოდნენ ექსპერტები და იმის საწინააღმდეგოდ, რაც თავის ქვეყნებში რეგულაციები აქვთ, ასეთ შემთხვევაში საწინააღმდეგო რაღაცებს გვაღებინებდნენ, რომ ძირი გამომეთხარათ ქართული სახელმწიფოებრივისათვის დაეკნინებინათ ქართული სახელმწიფო, რომ არ ქონოდა არანაირი მექანიზმი საზოგადოებრივ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული. ისევ ვიმეორებ, ეს რეგულაციები, რომლებიც არის შემოღებული და რომლებიც იქნება შემოღებული, სრულად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს და უკვე საქართველოს კანონმდებლობა იწყებს ნელ-ნელა გაწმენდას იმ თავსმოხვეული ფსევდოლიბერალური ღირებულებებისაგან, რომელიც არც ერთ ევროპულ ქვეყანას არ აქვს და მაინდა-მაინც ჩვენ გვიბიზგებდნენ რომ ქონოდა.